ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა, შეფერხებულია ტრანსპორტის მოძრაობა, წყალი შევიდა სახლების ეზოებსა და სარდაფებში. სომხეთ-აზერბაიჯანის მრავალწლიანი კონფლიქტი დასრულდა. თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მედიაციით ალიევმა და ფაშინიანმა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. სომხეთი და აზერბაიჯანი იღებენ ვალდებულებას სამუდამოდ შეწყვიტონ ყველა სახის კონფლიქტი. ეს არის პოზიტიური სიახლე მთელი რეგიონისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია, განაცხადა ტრამპმა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააუქმა აკრძალვა აზერბაიჯანთან თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობაზეც. ტრამპის განცხადებით ზანგეზურის კორიდორის ის მონაკვეთი, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე გადის, 99 წლით ამერიკულ კომპანიას გადაეცემა. კორიდორს კი ტრამპის მარშრუტი დაერქმევა. ეს არის ისტორიული მონაპოვარი აზერბაიჯანისთვის, იყო სტრატეგიული პარტნიორი მსოფლიოს ყველაზე დიდებულ ქვეყანასთან. დღეს ჩვენ ვამყარებთ მშვიდობას კავკასიაში, რომელიც გახსნის ახალ შესაძლებლობებს, განაცხადა თეთრი სახლიდან ილჰამ ალიევმა. ჩვენ საფუძველს ვუყრით უკეთეს ისტორიას, ვიდრე წარსულში იყო. ეს დაასრულებს ორი ქვეყნის კონფლიქტს და დაიწყებს ახალ ერას, რომელიც დაფუძნებულია ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე. ასე შეაფასა ფაშინიანმა სამშვიდობო შეთანხმება. ტრამპი პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაზე გაიმართება. მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინა იქნება. იქნება კონკრეტული ტერიტორიების გაცვლა, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, ამბობს ტრამპი.